არაჯანსაღი ადამიანია, არაჯანსაღი. გიორგი თქვა რაღაცა საინტერესო. ნუ ენახა რომ აი დამწყბარი ხო. როგორ იყო იცი და როგორ ვიყავდნენ მე ძალიან ცუდად ვიყავი თავის გემოტონო სერიოზულად მქონდა თავში მოწყმული დაჩის ხმამაღალი ლოცვა გავიღონე რა და მეც ავყევი და შეცვალეს ხელკეტი რეზინის აი და ბეისბოლის ბიტით გარეთ ხო რეზინის ხელკეტებით გწემეს და ბეისბოლის ბიტით უტყავდნენ და რომ ლოცულობდა შენ ღმერთს როგორ ახსენებ ხო შენ ნუ ლანძღვა და ფურთხებოდა ეს ისიც ნახოს ლოცვა შეწყდება ფოტოგრაფი უღებდა და სახში დავყიდებო და უნდა დაუტყბეო შენი სიცხლიანი სახის ყურებით აი საშინელება ერთმანეთს აგიმებდა აღშტაბიჟდება დარჩათ რომ ეს ხალხი იყო უბრალოდ ზომბირებული ეს ხალხი იყო პრემიერზე არ ვიცი ეს ხალხი რა ეს მართლა ღირსეულად და როგორც პოლიციელი ისე მოიქცა სამაოდ ფაპირონება მართლა გვიხსნა იმ არაკაცებისგან მაგრამ ეს ხალხი იყო დაგეშილი ეთყობა ქონდა პრემიერები ალბათ უცხეს რომ ამდენს მოგცემ და ვამაყობდე ჩვენი დაჭერით მეთქი ვინა ვართ ასეთი რომ ვამაყობდე რა გიხარ მე აი როგორ შეჭერდა მე ხო ჩაგვიყვანეს საკაში ჩაგვიყვანეს რომ და იყო ჩემზე პირადად სხვაზე არ ვიცი მანქანაში ფიზიკური ზეწოლა აღარ იყო მანქანაში მანამდე რა თქმა უნდა სამართლიანობის როგორც დაწმენდაჩი მაღწერა იყო ზეწოლა კი არა და იყო ცემა რასაც კი აი საშინელება იყო აი ფიქრობდი რომ ტომებში ცხოვრობ თუ ხალხს ცხოვრობ საქართველოში კი არა ჩინეთში აღარ იქცევიან მგონი ესე ხალხს დღესდღეობით არ ვიცი რა ხდება ამ ქვეყანაში სასამართლოში იყო ეს ირონიული განწყობა, რომ მალე რაღაცა გვერდით ეს პოლიციელები გეუბნებოდნენ. კი, პოლიციელი წინასწარ მოსამართლეები გახსოვთ. ერთ ფაქტზე ნანა დარახტელია პირადად ჩემი მოსამართლე. დამხდა. ხაბატონო კახა, დამხდა. მაზე მირანდა, საზოგადოებისთვის ალბათ საინტერესო იქნება. მოსამართლე დამხდა სკოლაში. ერთ რაღაცაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, სასამართლო რამდენად საზოგადოებრივი თორში ნათელია სასამართლო ცეცხლების დასწავლად სასამართლო საერთოდ რატო ქვია ამ სტრუქტურას, მაგრამ სანამ სასამართლო მედიოდით მანქანაში დაკავებულები რო ვიყავით უკვე წინასწარ ასე ორი გამოძიებელი ლაპარაკობს, ვინც დავგაკავა უბრალოდ. ჩემზე რა ვქნათ, გავუშვათ? ანუ ამათ ქონდათ გადაწყვეტილი წინასწარ მოსამართლეს უნდა გადაეწყვეტათ, მე ჩემი თავი გაიშვა თუ არ გაიშვა. მივედი და სასამართლო იყო აი 2 წუთიანი თუ იყო. აიმიტომ მე პირადად სიტყვა არ მოთქმევინეს. მოსამართლე დამხდა. სიტყვა არ მოთქმევინეს, ესე გაუშვებული მე ვაფშე სხვა გამომძიებელი გამოვიდა ბატონო კახალანია და ვაფშე რო იქ არ იყო ქვევით გველოდებოდა, ეგ თურმე წინათი ცაკები დაულაგებიათ, გველოდებოდნენ იქ რაღაცეები, ადიელები დაულაგებიათ და ალანია გამოვიდა სიტყვით რა მოხდაო როგორ მოსამართლე უნდა და მიხეილ მე სულ ხარიო ჩაჯექი მანქანაშიო და არ დამნებდაო მაგის გამო დავიჭირე. ერთ საინტერესო საკითხი იყო შემოსული თქვენთან პარლამენტის დელეგაცია ეკახა ხეულიძე და თორსები ლორთქიფაინზე. ჯონი იყო რომ იყო ხერხეულიძესა და ცაგურიას შორის შედგა ძალიან აყოფიერი დიალოგი, რამაც რა თქმა უნდა საზოგადოებაში რაღაც გარკვეული ინტერესი დაბადა და სულ ორი სიტყვით ახლა არ მინდა რომ ამ თემაზე გავაკეთო აქცენტი უბრალოდ ყველა ეთერში უკვე თქვი და ყველგან მივმართავ ხალბატონ ეკას რომ ძალიან მთხოვ რაც მითხრა პირდაპირ ეთერში ის დაადასტუროს რაც მითხრა იზოლატორში ის დაადასტუროს ხალბატონმა ეკა მითხრა რომ თან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე არ დაგვაუწყდეს მეუნება დიახაც წყლის პაკეტებს რო ისროდით თქვენ სწორედ რომ ბეისბოლის ხელკეტებით უნდა ეცემეთ ეკა ხერხეულიძე მეუბნება და როგორ ნუ ჩამივარდა ვენაფიში აღარ უნდა უთხრა ხა ამის მერე და როგორ მეთქი აი სანოძე მეთქი მაშინ ისიც გეცემათ თქო ჩვენთან ერთად ბეისბოლის ხელკეტით და შემოგეგდოთ ესე იგი როზგი უკვე დაკანონებულია ეს ახალ კანონებს ვიგან ალბათ მაგასაც ჩაწერე და ესე იგი ამ სანოძის სახელის გაგონებაზე რას ლაპარაკობ ეგო არისო გმირი არისო ეგო და სანოძე გალში აფეთქებს რაღაცეებსო და მე უცებ გამახსენდა აფეთქებული და არჩევნებზე რო ფეთქდება ხოლმე ავტობუსები რაღაცეები და ხო ვიცი მეთქი არჩევნებზე აფეთქებს ხოლმე გააქტიურდება ხოლმე თუ აფეთქებს რატო აფეთქებს ვინ მეუნება აფეთქეო თუ ჩვენ ძმები ვართ და უნდა შევრიგდეთ ეს აფეთქებ ვინ არიან საერთოდ ეს ადამიანები და ბატონო ვიყავით გვერდიგვერდ მე ვიყავ მეათეში ის იყო მე-11-ში და მთელი თვე ვიყავით ფაქტიურად მარტო საკნებში ერთ-ერთი ბიჭები 4-5 კაცი იყვნენ ერთ საკანში ჩემთან და რო გავედი ვაუ მეორე ლიდერიო და მე მეუნება რომ ახლა გაგიყვანთო ამ დღეებშიო მაგრამ ვიცოდეო ადოშასთან უნდა წამოხვიდეო და ბოდეში უნდა მოუხადო ეს კი ახლა სპეციალ დიდი მადლობა ამ თემას რომ შეეხე ერთ-ერთი ეთერში გააკეთა განცხადება
ბატონმა თორთლაძემ რომ იქ ჩემი გულისთვის არავინ არ იცოდა მე მახსოვდა უბრალოდ 12 ივნისის ინციდენტი და ისიც ვიცი ოპერატიული სამსახურებიდან რა ინფორმაციაც ჩვენამდე მოდის რომ ეს მეცხის საქმე უკავშირდებოდა პირადად თორთლაძესთან დაკავშირებით ეს რომ მისი პირადი პატიმარი და ასე ვთქვათ მისთვის გადახდილი პრემია მაგას მოგიძლია თვითანხმები მე ერთი რამე მინდა გითხრათ ახლა ალბათ ჩვენ რაღაც დაახლოებით რამდენიმე წუთი გვჭირდება ეთერში ჩაერთვება რამდენიმე წუთში მე უკვე თქვი იქნება ჩართო პარლამენტის შენობიდან სადაც ახალგაზრდული ორგანიზაციები იცნობთ თქვენი მეგობრები იცავენ დღეს მჯდომარე აქციას თავარი კითხვა ახლა დეტალებისთვის შეიძლება ჩვენ ბევრი დრო არ დაგვჭირს არის ალბათ რაც საზოგადოებაში არის რა შედეგებამდე შეიძლება ამ რეპრესიებმა მიიყვანონ ხელისუფლების ამოცანად კარგად არის ცნობილი რომ ცისასტიკით მოსყიდვით სადაც ცისასტიკი არ ჭრის ამ პირიქით სადაც მოსყიდვა არ ჭრის იქ ცისასტიკით შანტაჟით პლასტიკური წვევით ახალი კანონმდებლობით მოკლას ეს პროტესტი ამასთან ერთად ზაფხული თელი საზოგადოება უყურებს რომ ეხლა ნამდვილად პროტესტი აღმავალი მუხტი არ არის და ერთგვარად რაღაც პრობლემები არის პოლიტიკური რეპრესიები მეორე მხრივ არის მეორე მოსაზრებაც რომ შესაძლებელი არის ისეთი ტიპის ქვეყანაში როგორც საქართველო არის ამ რეპრესიებმა გამოიწვიოს კიდევ უფრო დიდი ტალღა და ეს დღევანდელი მჯდომარე აქცია მე ვფიქრობ გარკვეულწილად ამას ეხმარება. სხვა შორის პირველი რაც ვიკითხე როცა პირველი 2 დღე იყო ჩვენთვისაც კრიტიკული იმიტომ რომ ინფორმაციასაც არ ფლობდით მოდიოდა ინფორმაცია რომ აი შემდგომ თქვენ სავსე ხჩობდაო სუდად არის ძიმე მდგომარეობაში არის ახლა ოჯახებთან მქონდა კავშირი და როგორი სათქმელი იყო ესეც მაგრამ ერთადერთი აი ესე იგი რაც ჩვენ ასე ვთქვათ რაღაცნაირად გვანუგეშებდა იყო ისო ყველა წყარო რამდენიმე დიპლომატიური მისია გვეხმარებოდა ამაში და მოგვიანებით უკვე სახელმწიფო დამცველის ოფისი ამბობდა რომ ფსიქოლოგიურად ბიჭები არიან ხმეთ და არიან მტკიცეთ. ეგებ თქვენ თვითონ საზოგადოებას უთხრათ აი როგორ ფიქრობთ ამის შემდეგ რა ხდება როგორ მაგდება? მინდა დიდი მადლობა კი არა. ძალიან დიდი მადლობა უთხრა. აი ხატების აი ყველაფერსვისაც მან გაგვიკეთა რა просто აი ლოცვამ ყველაფერმა სიმღერებმა გაგვამაგდა დაგვიკეთეს ფანჯარა რატო ყვირი ხართო გივისო გივის აღარ ყვიროდის მე მხერი ხართო რა ვთხარი ახლა მხერი ვარ ასეთია ქურდი კაცის ბედი ხوام მხერი ვარ დათო მაღალი ჩემი ხატია სამშობლო საქართველოს მხერი ვარ რაღაც არ ხოტო სამშობლო ცოტა ესეთი სიმღერა ვღეროდით მე სიმღერა არა აღარ ვღეროდით ორი დღე აღარ ვღეროდით ხოთა იყო არა ნუ ეს იყო არა თან ყველაზე მთავარი მიშა მანდრაც იყო ანუ ყველაფერი იყო შესაძლებელი რომ ფანჯრის დაკეტვა გაღებაც კი არა იცი მე ვერ გადავწყვიტო ზევით უნდა გადავწყვიტო რაღაც და ანუ ეს ხო გეუბნებით მე დარწმუნებული ვარ ჩვენ ვიყავით ნუ რაც უნდა მას თემ საზოგადოება დაჩი შეკითხვა არის თავარი საზოგადოების რა ხდება დღეს არის 15 ივლისი თქვენ უკვე გარეთ ხართ გარეთ ცხოვრებაში გადმოერთეთ უკვე ხარ ყოფილი პოლიტიკური პატიმრები მაგრამ მიმდინარეობს ბრძოლის მონაწილეები თქვენ როგორ უყურებთ პირველი რასაც გავაკეთებთ იქნება ის რომ მე